შეგვიძლია. მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა, ქორუმი გვაქვს და უფლებამოსილი ვართ, რომ შევუდგეთ მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის საშემოდგომო სესიას გახსნილად ვაცხადებ. კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი საბჭოს პლენარული სტომის დღევანდელ დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებულია 3 საკითხი. პირველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად ნოდარ მელაძის არჩევის შესახებ, მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად ირაკლი გვარჯალაძის არჩევის შესახებ და მესამე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად მარიამ გუგუნავას არჩევის შესახებ. ვინ არის მომხრე ვიმუშაოთ წარმოდგენილი წესრიგის მიხედვით წინააღმდეგი ყველა მომხრე წინააღმდეგი არავინ დღის წესრიგი დამტკიცებულია. როგორც იცით, გვაქვს მორიგი სხდომა, შესაბამისად უფლებამოსილია ჩვენი კოლეგები რომ გააკეთონ განცხადებები. განცხადებებისათვის ამ ეტაპისათვის ჩაწერილია 3 და დავიწყებ მე ძალიან მოკლე განცხადებას გავაკეთებ, შემდგომ ბატონ მინდიას გადავცემ სიტყვას. დღეს როგორც ვიცით უკვე გაიხსნა უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია. აქვე გეტყვით რომ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონიდან გამომდინარე იცით რომ და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიდან გამომდინარე იცით რომ საარჩევნო წელს, როდესაც ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ან პარლამენტის არჩევნები, უმაღლესი საბჭოს სტომები არჩევნებამდე ერთი თვის შიგნით როგორც წესი არ ტარდება, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გაიმართოს ეს სტომა. აქედან გამომდინარე, მართალია დღეს გვექნება პლენარული სტომა, მაგრამ პრაქტიკულად 4 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე სტომები აღარ გვექნება, კომიტეტები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და მხოლოდ უკვე 4 ოქტომბრის შემდგომ გვექნება ჩვენ პლენარული სტომები, მანამდე სტომები აღარ ჩატარდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა და სავარაუდოდ უკვე ოქტომბრის თვეში ჩვენ გვექნება ჩვენი კოლეგების უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი კოლეგების უფლებამოსილების ცნობის საკითხი, ანუ ოქტომბრის თვის ბოლოს ეს შეიძლება დადგეს და მერე უკვე ჩვეულებრივად ბიუჯეტის პროცედურები მიმდინარეობს და ბიუჯეტთან დაკავშირებით მოგვიწევს განსაკუთრებით აქტუალური მუშაობა სხვა, ასე ვთქვათ, საკანონმდებლო საკითხებთან ერთად. ეს იყო რისი თქვაც მინდოდა, მე რამოდენიმე სიტყვისთვის გადავცემ სიტყვას ახლა ბატონ მინდიას, თხოვთ ჩაუთოთ მიკროფონი
3 წუთი შესაძლებელია გაგეზარდოთ კიდევ 2 წუთით თუ კი ამის სურვილი იქნება. გისმენთ ბატონო მინდა. მადლობა, მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მე მინდა 1-2 სიტყვით შევეხოთ დღეს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხდება ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში ხდება 4 ოქტომბერს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, 64 მუნიციპალიტეტში ავირჩევთ მერებს, საკრებულოებს და მე ყველა მათგანს უპირველესად მინდა ვუსურვო წარმატებები და რაც მინდა აღნიშნო აქვე, რომ მათ შორის ჩვენი ორი კოლეგა იყრის კენჭ ბატონი მამუკა თურმანიძე და ბატონი ვახტანგ ბერიძე და მე მათ წარმატებები მინდა ვუსურვო და მე მჯერა, რომ ეს ღირსეული პიროვნებები ღირსეულად გაემარჯვებენ და ღირსეული ხალხის ხმებს მიიღებენ და რა თქმა უნდა მათ შემდგომ სხვა სამსახურში მერის თვითმმართველობის თავიანთ ამორჩევლებთან გააგრძელებენ მუშაობას და წარმატებულად ისე როგორც აგრძელებდნენ დღემდე აქ და წარმატებას გისურვებთ კოლეგებო. აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მონაწილეობას ძირითადად არღებულებენ ოპოზიციური ძალებიდან და ეს რა თქმა უნდა არც გამიკვირდა, არც გვიკვირს არავის, ვინაიდან მათ კარგად ხედავენ ნათლივ თუ როგორი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან, თუ მათ იციან კარგად, რომ მათი გამარჯვების შანსი არის 0 და მათ ყველამ ვიცით, რომ ბევრი მათგანი პარტია არის განულებული და მათ გარეძალებიდან მათი შეკვეთილი ბრძანებებს ვინც ასრულებდა მათ ნახეს, რომ თვითონ თავისი დამკვეთებიდან იქნენ განულებულები და დღეს არანაირი შანსი არ აქვთ რომელიმე მუნიციპალიტეტში მათ გამარჯვების მოპოვების, ვინაიდან მათ კარგად იციან, რომ ამას მიღწევა შეუძლებელია მათი მხრიდან. მე ჯერა რომ 64 მუნიციპალიტეტში საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება ექნება ქართული ოცნების კანდიდატებს, ვინაიდან მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ეს არის გუნდი, სადაც არის გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივა და ეს მათ ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერს. ასე რომ მათი მუშაობა, მათი გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ვინაიდან მათ ხალხმა შარშან კიდე გამოუცხადათ ნაწილობრივ ნდობა და მათ რამოდენიმე კანდიდატი ყავდათ, რომ შემოსული იყვნენ როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე შემოსული იყვნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში, თუმცა მათ ვერც კი გავედენ შემოსვლა, ვინაიდან მათ იციან ჩვენი მუშაობა, რას აკეთებს ჩვენი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება, ვინაიდან ჩვენ ვიცით კარგად, როგორი განვითარება მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში, თუ როგორი ბიუჯეტის ზრდა არის. მე ამ წუთში წარმოვადგენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დელეგატი გახლავართ 2024 წლის არჩევნებში. მადლობთ და კარგად ვიცით თუ როგორი ინფრასტრუქტურული სამუშაოების, სხვადასხვა სოციალური მიმართულებით პროექტები როგორი მიმდინარეობს თვითონ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველი ბატონი ზაზა დიასამიძის მიერ, როგორც მერის, მოქმედი მერის მიერ 3 სოციალური სახლი-მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც 300-ზე მეტი ოჯახი იქნება ეკომიგრანტის სტატუსი, ვისაც აქვს, ბინები ექნებათ მიღებული. 3 მიმდინარე პროექტის საბავშვო ბაღების მშენებლობა, სადაც 1 უკვე დასრულებულია ახალსოფლის ბაღი და 2 მიმდინარე მშენებლობა მიმდინარეობს. და ასეთი მრავალი უამრავი ფერცამაგრი კედლების მოწყობა იქ, სადაც მიმდინარეობს 300-ზე მეტი თუნუქით უზრუნველყოფა მოხერხდა მხოლოდ მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შარშან 355 ოჯახზე მეც გადაეცა და სხვადასხვა მრავალ პროექტებზე შეიძლება და კეთილდღეობაზე საუბარი, თუ რასაც ახორციელებს ჩვენი გუნდი. ასე რომ მე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, ჩვენს მერობის კანდიდატებს და ჩვენ რა თქმა უნდა გრძელვადიანად გავაგრძელებთ იგივე აღმასვლას, იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა მუნიციპალიტეტში რა თქმა უნდა იქნება წარმატებულად მიღწეულია ყველაფერი. გმადლობთ და წარმატებებს ვუსურვებ კიდევ ერთხელ ჩვენს კანდიდატებს. მადლობა ბატონო მინდია, ბატონი ცოტნე გთხოვთ ჩავურთოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა ბატონ დავით, თქვენ ახსენეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კი ბატონო. მადლობა. მაშინ რა
თქვენ ახსენეთ ბატონ დავით, რომ სხდომები არ იქნება და ესეც არის გარკვეული კულტურის გამოვლინება, პოლიტიკური კულტურის საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან და ამავდროულად ერთი პოსტულატიც თქვით, რომ სხდომა იქნება უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან, ეს არის გარდაუვალი, რომ ჩვენი კოლეგები, რომლებიც არიან მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები, ბატონი ვახო და ბატონი მამუკა, ორივე მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის მხრიდან არის აბსოლუტურად პოზიტიური განწყობები ამ ადამიანების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენენ მომავალი 4 წლის განმავლობაში თავიანთ მშობლიურ მუნიციპალიტეტებზე. ამავდროულად საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს და ერთ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო იმ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლის მხრიდან გულისხმობ პარტია ლელოს, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტზე იმყოფება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. მათი ერთ-ერთი ლიდერის სახე გუშინ განცხადებას აკეთებ, ვეცდები რომ ზუსტად მოვახდინო ციტირება, თბილისთან დაკავშირებით ამბობს მსგავსი შინაარსის განცხადებას შარშანდელი არჩევნების მიმართებით, რომ ქართულ ოცნებას კალამი არ ქონდა თუ რა იყო, რომ სხვა ციფრები დაეწერა თბილისის საარჩევნო შედეგებთან მიმართებით. კარგად თუ შევხედოთ, ეს არის ბოიკოტზე მყოფი, საპარლამენტო ბოიკოტს გულისხმობ, ბოიკოტზე მყოფი ოპოზიციური პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ობიექტური და ჩვენმა ამომრჩევლებმა მოახდინა თავისუფლად თავიანთი ნების გამოვლენა. შესაბამისად არც ყოფილა რაიმე ტიპის დამადასტურებელი ფაქტები იმისა და ევროკომისიის ესე ვთქვათ ინფორმაცია ამ გაჟონა მედიაში ამის შესახებ, ეუთოს დაწვრილებით ვნახეთ და ყველაფერი, რაც შეიძლება ამ პროცესს უკავშირდებოდეს და არჩევნების უნდობლობას უკავშირდებოდეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მათი დღის წესრიგიდან და დაკვეთებიდან გამომდინარე, ისევ მათივე განცხადების მხრიდან არის უგულებელყოფილი ეს ფაქტი. მინდა წარმატებები უსურვო ჩვენი რეგიონის და სრულიად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის კანდიდატებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა იმ გამოწვევებიდან, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არჩევანის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისევ გააფერადებს 41-ს. დიდი მადლობა. მადლობა, ჩავრთოთ ბატონ დავით. მოკლედ, მინდა გამოვხმაურო ბატონ გახარიას განცხადებას და ამასთან დაკავშირებით ყველა ვამბობდით, როდესაც შემოვედით შარშან ამ დარბაზში, რომ იგივე მოხდებოდა, რაც მოხდა წინა მოწვევაში, როდესაც არ შემოდიოდნენ და ბოლოს უფეფრად მოგვიელვნენ უმაღლეს საბჭოში და საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები. გუშინ პრინციპში ბატონმა გახარიამ ბრძანა, რომ თურმე შეცდომას უშვებდნენ და საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უნდა ეთქვათ და ახლა როცა ცნობენ საქართველოს პარლამენტში, ჩვენ უკვე ვცანით საქართველოს პარლამენტში როცა ცნობენ გამოკლებულ წევრების უფლებამოსილებას, ისინი პარლამენტში შესვლას აპირებენ. ეს განცხადება ამაზე მიუთითებდა და ძალიან კარგად ვიცოდით. ძალიან ხშირად გვესმის ბატონმა ცოტნემაც ახლა ახსენა ლეგიტიმაციას დაკავშირებით საუბარი. ბევრჯერ გვაქვს ჩვენს ნათქვამი, რომ ლეგიტიმაცია ჩვენ ქართულმა ხალხმა მოგცა და ახლა ვისი ლეგიტიმაცია, სხვისი ლეგიტიმაცია არ გვაინტერესებს, მაგრამ ფორმალური მხარეც არსებობს ამასთან ერთად. როდესაც ღებულობ არჩევნებში მონაწილეობას ამ შემთხვევაში ლელოს და გახარიას გულისხმობდა არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ჭალებში არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ თარიღზე და ბრძანებულებით მოქმედებ, ხო გასაგებია, რაც იყო მათი მიზანი. და აქ თქვით, უბრალოდ ორი ვარიანტი დავასახელე შარშან. ერთი იყო, რომ ფიქრობდი ან გაზაფხულზე მეთქი, თუ არა და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უმაღლეს საბჭოში შემოვლიან აუცილებლად მეთქი და აგერ დაიწყო საშემოდგომო სესია, დამთავრდება არჩევნები და გახარიას წარმომადგენლებს აუცილებლად ვილახილავთ ჩვენ უმაღლეს საბჭოში და მოსახლეობამ გადაწყვიტოს რამდენად თანმიმდევრული და მათი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალებთან აქვს საქმე. დიდი მადლობა. ხომ არა ამ სურველი სხვა? კოლეგებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად უსქოს წევრობის კანდიდატების შერჩევისა და მათი არჩევის საკითხმა სრულად გადმოინაცვლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად მიმდინარე წლის 25 ივლისს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი უსკოს 3 წევრის თანამდებობას და ამავე ბრძანებით შეიქმნა შესაბამისი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული იქნა უსკოს წევრობის 3 კანდიდატი, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი იქნა უმაღლესი საბჭოსათვის. აქვე გეტყვით ინფორმაციისათვის პრინციპში თქვენთვის ცნობილია, მაგრამ გავიმეორებ, რომ 3 ვაკანსიაზე 5 განცხადება იყო შემოსული და კომისიამ შეარჩია მათგან, როგორც გვეკითხარით, 3 კანდიდატი და 3 მათგანი არის პრინციპში უსკოს მოქმედი წევრი. უსკოს წევრობის კანდიდატების საკითხი განიხილა საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც მხარი დაუჭირა კანდიდატურების არჩევის საკითხს. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად უსკოს წევრობის თითოეულ კანდიდატს ცალკე ეკრება კენჭი, ხოლო არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ვიდრე გადავალთ პირველი საკითხის კენჭისყრაზე, აპარატს ვთხოვ, რომ ჩაატაროს რეგისტრაცია და მომაწოდოს მონაცემები. დაველოდოთ რეგისტრაციას, კი ბატონო. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე ყურადღებით. კენჭი ეყრება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად ნოდარ მელაძის არჩევის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 13 მომხრე, წინააღმდეგი არავინ, 13 ხმით გადაწყვეტილება მიღებულია. ვიდრე გადავალთ მეორე კანდიდატის, ბატონ ირაკლი გვარჯალაძის კენჭისყრაზე, აპარატს ვთხოვ ჩაატაროს ასევე რეგისტრაცია და მომაწოდოს მონაცემები. აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა და ამ შემთხვევაშიც უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე ყურადღება.
კენჭი ეღრება უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიის წევრად ირაკლი გვარჯალაძის არჩევის შესახებ ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 13 მომხრე, წინააღმდეგი არავინ, 13 ხმით გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც ძალაშია მიღებისთანავე. და დღეს ეს იგი გათვალისწინებული მესამე კანდიდატი, ასევე აპარატს თხოვ მომაწოდოს რეგისტრაციის მონაცემები, ამ შემთხვევაშიც აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13-მა წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე, ყურადღება კენჭისყრაა, კენჭი ეღრება უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად მარიამ გუგუნავას არჩევის შესახებ. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი? 13 მომხრე, წინააღმდეგი არავინ, 13 ხმით გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც ძალაშია მიღებისთანავე. ულოცავ უმაღლესი საარჩევნო კომისიის არჩეულ წევრებს თანამდებობაზე არჩევას და უსურვებ წარმატებულ საქმიანობას. აღნიშნული დღის ეს იგი გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 2 სექტემბრის პლენარულ სხდომას დახურულად ვაცხადებ.